სანამ მართველი ძალა დაკავებულია უცხოეთში განათლება მიღებული საკუთარი თინეიჯერი ახლობლების პოლიტიკაში მოყვანით 40,000 ახალგაზრდა სტუდენტობა სტატუსს შეწყვეტილი გადაუხდელობის გამო დატოვებულია ქუჩაში და ამას ეწოდება მასობრივი საგანმანათლებლო გენოციდი. გამოვდივართ მომავალზე გათვლილი მსხვილმასშტაბიანი ინიციატივით. შემოდგომაზე ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე ყველა ამ სტუდენტს აღუდგება შეწყვეტილი და დაკარგული სტუდენტის სტატუსი, ისინი დაუბრუნდებიან მშობლიურ კედლებს და გააგრძელებენ სწავლას. ამისათვის პარტიაში მის ახალგაზრდულ ფრაქციაში იქმნება სარეგისტრაციო კომისია და მე ვთხოვ ყველა ასეთ სტუდენტს შეგვეხმიანოს, რათა წინასწარ უკვე გქონდეს მზად საკანონმდებლო წინადადებებისათვის ის აუცილებელი ხარჯები და საჭიროებები, რაც ამ ისტორიულ საქმეს დაჭირდება მეგობრებო. დანაშაული ახალგაზრდობის წინაშე, როდესაც შენ სახლობელს აგზავნი ჰარვარდში სასწავლებლად, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ახლობელია და შეგიძლია გადაიხადო თვეში $40,000, მე ეს ახლობელი ჩამოყავს, ისე რომ სოფელში არ გაუვლია, ქუჩაში არ გაუვლია, გაჭირებული ადამიანი არ უნახავს და პირდაპირ სიაში სვავ სადეპუტატოდ და ამზადებ დიდი პოლიტიკისათვის და ამასობაში ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც არის ნიჭით, ტალანტით სავსე და არავის არ უდებს და ტოლს არასოდეს და არც ახლა არ უდებენ ტოლს, ვიმეორებ, მოხვედრილია საგანმანათლებლო გენოციდის მარწუხებში და 40,000 სტუდენტი მოწყვეტილია თავის სასწავლებელს. ეს იმ დროს, როდესაც მთლიანად სტუდენტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს 140,000. ანუ მე-13 განთესილია უმაღლეს სასწავლებლებიდან. და ამასობაში მეცნიერება, ამასობაში ტექნოლოგიები, ამასობაში ტექნიკა მიდის წინ იმ დონეებზე, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე იუპიტერზე NASA-მ გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი, რომელმაც უნდა შეაღწიოს ამ მართლაც ჯადოსნური პლანეტის სიღრმეებში და შეიცნოს კოსმოსის აუცილებელი ის ინფორმაციები, რომლის გარეშეც კაცობრიობა ვერ იარსებებს და შეიძლება ქართველი ახალგაზრდობა ჩამორჩეს აი ამ სოფლიო პროცესებს, ჩამორჩეს თავის თანატოლებს, ქუჩაში იყიალოს განერვიულებულმა, დეპრესიაში ჩავარდნილმა, ყოველგვარი მატერიალური საშუალებებისგან განთავისუფლებულმა, უმუშევარი მშობლების გადამკიდემ და იოცნებოს იმაზე, როგორ გაიტანოს დღე დილიდან საღამომდე, ან როგორ წავიდეს საზღვარგარეთ და შეუერთდეს მილიონიან ქართულ ემიგრაციას და ეს 64 დაუტოვოს სხვას ჩვენი ქვეყნის სახით და დღეს სამწუხაროდ გავხდით აი ამ ძალიან რთული და ძალიან საშიში პროცესის მსხვერპლი, რომელიც ომზე უარესია, მეგობრებო. ომი რა არის? ომი არის ნადგურდება ფიზიკურიც და ინტელექტუალური შემადგენელიც ადამიანის, ხო? და საგანმანათლებლო გენოციდი ამ ხელისუფლების მიერ გაგრძელებული არის ინტელექტის განადგურება. ინტელექტი როცა ნადგურდება, იმ ქვეყანას მომავალი არ შეიძლება კონდეს. და ისეთ ქვეყანას, როგორც საქართველოა, რომელსაც აი ესეთი ახალგაზრდები ყავს, ნიჭით სავსე, ტალანტით გაჟღენთილი, აუცილებლად დიდი მომავალი აქვს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დაუშვათ ახალგაზრდების განთესვა უმაღლეს სასწავლებლებიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ფული, რომ მათ მშობლებს არ აქვთ სამსახური, რომ მათმა მშობლებმა ვერ მიიღეს უფასო ფული შეპირებული, რომ მათ მშობლებს შეპირებული პროცენტები ბანკიდან არ გაუნახივრეს და არ გაუნოლეს, რომ მათ მშობლებს არ აუშენეს 100 ქარხანა და ფაბრიკა, რომ მათი მშობლები არ დააბრუნეს იმ ადგილებიდან, საიდანაც გამოყარეს, რომ მათ მშობლებს წაართვეს შეტანილი ანაბრები და მათ ბებია ბაბუებს და შესაბამისად დატოვეს ბავშვები ამ მატერიალური გარანტიების გარეშე, ეს ყველაფერი არის ხელისუფლებების დამსახურება და არა ახალგაზრდების ბრალი. და ის რომ მოდელად განათლებისა აიღეს ყველაზე საშინელი საბაზრო სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის დამღუპველი. თუ მაგალითების აღება გინდა მამაცხუნებულო, აგერ არის გერმანია, მაღალ განვითარებული, ორი მსოფლიო ომის წამომწყები,
ორივე მსოფლიო ომში დამარცხებული და განადგურებული, მაგრამ ისე ფეხზე წამომხტარი ისე, რომ ვერც ერთი თავის დამამარცხებელი ვერ ჯობია და რით შეძლოს გერმანიამ უფასო უმაღლესი განათლებით. ეს ცნობილია. უფასო უმაღლესი განათლებით. აბა ყოფილიყო მან ფასიანი განათლებები, რა ტექნოლოგიები შექმნიან გერმანელები, როგორ აღორძინებდნენ ეკონომიკას და როგორ გამოიგონებდა ის გერმანელი ფონ ვერნერი აი იმ რაკეტას სატურნის სახელწოდებით, რომელმაც პირველი ასტრონავტები დედამიწიდან აიყვანა მთვარეზე. ის გერმანელი იყო, გერმანული განათლებით ახსავსე. აი რა მნიშვნელობა აქვს განათლებას. როდესაც 57 წელს საბჭოთა კავშირმა გაუშვა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე, ეს იყო შოკი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ვინაიდან უზარმაზარი ტექნოლოგიური გარღვევა მოხდა კაცობრიობის და აქ საბჭოთა კავშირმა დაიკავა პირველი ადგილი. აღნიშნულის გამო პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინიციატივით, მაშინ ეიზენჰაუერი იყო პრეზიდენტი, შეიქმნა სპეციალური კომისია იმის გასარკვევად, თუ რატომ აჯობეს ამერიკელებს საბჭოელებმა კოსმოსის ათვისებაში. და უკვე პრეზიდენტ კენედის დროს ეიზენჰაუერი აღარ ერჩიეს მეორედ მოგეხსენებათ, პრეზიდენტ კენედის დროს ამ კომისიამ დადო დასკვნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური გარღვევის მიზეზი იყო საბჭოთა განათლების სისტემა. და საბჭოთა განათლების სისტემა იყო ისეთივე ბიუჯეტიდან დაფინანსებული, როგორიც არის დღევანდელი გერმანულ, ავსტრიულ, სკანდინავიური მოდელი, იმიტომ რომ იმათ იქიდან აიღეს ეს. და არ გამოუგონია ლენის სხვათა შორის. აი ეს არის მთელი ფილოსოფია ამ საკითხის. ვიმეორებ და ვპირდებით ჩვენს ახალგაზრდებს. 5 წუთში გადავწყვიტავთ აი ამ პრობლემას და თქვენ ყველა დაბრუნდებით თქვენს მშობლიურ სასწაულზე. ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნებთან დაკავშირებით ისინი ასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს საერთო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისთვის და მიიჩნევენ, რომ ზოგადად საერთო დრო არათანაბრად არის გადანაწილებული და პრეზიდენტმაც შეცდომა დაუშვა, როცა ამ კანონს მოაწერა ხელი. თქვენ როგორ შეაფასებთ, უჭერთ თუ არა მხარს ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნას და ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო? ჩვენ ვაწერთ ხელს აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელმაც კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვა კანონიერი სარეკლამო დრო და გადასცა ის ბიძინა ივანიშვილის გოშია პარტიებს, რომლებმაც ისედაც მილიონები იშოვეს ივანიშვილთან საფარველის გაკეთებით თავის დროზე, მისი მონობით, მისი ყმობით, ვიმეორებ მილიონები იშოვეს ოფიციალურად და აროფიციალურად და ეხლა უკვე გამოიხედეს და მოინდომეს ჩვენი სარეკლამო დროის წაღება ბზამზარეულად და ასეთი პარტიები არიან კონსერვატორები, ასეთები არიან რესპუბლიკელები, რეწველები, ის რა ქვია, ეროვნული ფორუმი და მე პირდაპირ უწოდებ მათ არც თუ მთლად ზნეობრივებს, ანუ ნამუს გარეცხილებს. ამას არ იზავდა არც ერთი პოლიტიკური ძალა დედამიწის ზურგზე. ეს არის პოლიტიკური მეკობრეობა და მეტი არაფერი. 90 წუთი სარეკლამო ჩვენ ჩამოგვიყვანეს, მაბატეთ, 90 წამის სარეკლამო ჩვენ ჩამოგვიყვანეს 27 წამამდე. ეს არის უდიდესი დარტყმა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელსაც ისედაც შეზღუდული საშუალებები აქვს იმის გამო, რომ ქვეყნის მმართველი ყველანაირად აკონტროლებს ნებისმიერ ბიზნეს არხს, რათა არ წამოვიდეს ჩვენსკენ არც ერთი კაპიკი დაფინანსება და ამ ფონზე კიდევ აი ამ დროის წართმევა, მაშინ როცა ჩვენ დროს ვერ ვიყიდით, ამის ფული არა გვაქვს, მოგეხსენებათ წუთი ღირს $5,000-მდე, განსაკუთრებით პრაიმ ტაიმების დროს წუთი რეკლამა $5,000. შესაბამისად ახლა საშუალება რო გქონდეს ჩვენ აგერ სტუდენტების ადგენას დავიწყებდით ინსტიტუტებში და არა რეკლამების გაშვებას. სხვათა შორის, აგერ ჩვენ ახალგაზრდულში გვყავს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გზერიშვილი, ნიჭით სავსე ახალგაზრდა, ნიჭი და გონებით სავსე ახალგაზრდა, რომელსაც მთელი საარჩევნო ტრენინგები მიჰყავს თავის კოლეგა ახალგაზრდებთან ერთად ისეთ დონეზე, რომ შეშურდება კარგი უმაღლესი კლასის ლექტორს. და მას შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მატყლორა პოლიტიკის შედეგად მისმა ოჯახმა და ჩვენმა ოჯახებმა ვერ ნახეს ვერანაირი საშუალება ეცხოვრა და იარსება და ესწავლეთ ამ ქვეყანაში. როგორც ვიცით, პრემიერმა დაასრულა უკვე ვიზიტი თურქეთში და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს თურქ კოლეგასთან პრემიერმა. ამასთან დაკავშირებით
საერთო ჯამში ის პროცესები რაც ხდება ჩვენს გარშემო არის სამწუხაროც, არის ძალიან საშიშიც, ვინაიდან უკვე დესტაბილიზაცია მოედო თურქეთს, ეს ამით არ დამთავრდება მეგობრებო. ჩვენ გავიხსენოთ კიდევ 35 მილიონი ქურთი, რომელიც იბრძვის ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ჩვენ გავიხსენოთ ყარაბახის კრიზისი, ჩვენ გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონი, გავიხსენოთ აფხაზეთი, გავიხსენოთ ჩრდილო კავკასია, გავიხსენოთ აუცილებლად სირია და არაბული სამყარო და გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ძალიან საშიში განცხადება, რომელსაც არავინ არ მიექცია ყურადღება, რომ შეიძლება სირია განმეორდეს სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში არის საქართველოს მათ შორის. ამიტომ მე ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თუ ყავს ასეთი, უნდა მოითხოვოს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით დაზუსტება ამ განცხადების. რას გულისხმობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში განმეორდება სირია. ეს არის ძალიან საშიში განცხადება. მე არ ვიცი ახლა ამ თემებზე პრემიერს ჰქონდა თუ არა საუბარი თურქეთის ხელმძღვანელობასთან. თურქეთის ხელმძღვანელობა მოგეხსენებათ გარკვეულწილად გადატრიალების შემდგომ შოქშია და რამდენად ახლა იქ სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართა და სერიოზული დოკუმენტები გაფორმდა, მე ცოტა ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ უბრალოდ თურქეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ამის დრო არ აქვს, თუმცა ვიმეორებ. არ არსებობს კრიზისი, რომ მას არ ქონდეს გამოსავალიც. ჩერჩილი ამბობდა, ყოველი კრიზისი ახალი შესაძლებლობაა. ეს ნიშნავს რას? რომ ჩვენს გარშემო აი ეს არეული სამყარო საქართველოს ძენს ახალ გეოპოლიტიკურ ფუნქციებს. და საქართველოში შეიძლება წამოვიდეს სრულიად ახალი ინვესტიციები, სრულიად ახალი ინტერესები, სრულიად ახალი სატრანსპორტო, ენერგეტიკული, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზები და სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნას ჩვენი ქვეყნისათვის და საქართველოს შეიძლება გახდეს ძალიან საიმედო მართლაც დასაყრდენი დასავლეთის სტრატეგიისათვის, რომელსაც უკვე თურქეთიც კი ჩამოეცალა ბოლო დროს ამ ცნობილი მოვლენების გამო. ანუ მომენტს უნდა გამოყენება. მაგრამ ამ მომენტს ჩვენი ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ განავითაროს თავისი ბიზნესი, გახსნას ოფშორებზე ახალი კომპანიები, გადაგვიმალოს შემოსავალი, მიითვისოს საღდრისი, მიითვისოს ანაკლია, მიითვისოს ბათუმის და ფოთის პორტები, მიითვისოს სანავთობო გადაზიდვები ბაქოსა და მსოფლიო საზოგადოებას შორის და შესაბამისად არც ძალია გეოპოლიტიკაზე ფიქრისთვის მათი ინტელექტი ამოიწურება საკუთარ ქარვასლაზე დარდითა და ვარამით. აი ეს არის პრობლემა დღეს ჩვენი ქვეყნის და ეს პრობლემა ჩვენ უნდა მოვიცილოთ 8 ოქტომბერს და მას აუცილებლად მოვიცილოთ. ბატონო, ერთ ხასთან ვისვამთეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ლეიბორისტულ პარტიას ყავს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ლობირებს. უნდა არასახელები, რომელ არასამთავრობო ჩვენ გლობირებს არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ლობირებთ არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ლობირებთ 25 წელია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ჭორი გამეგია ჩემ თავზე, მაგრამ ასეთი არაფერი. არანაირი კავშირი არასამთავრობოებთან ჩვენ არასოდეს არ გქონია არც პირიქით და არც პირაქეთ. არც გაღმა და არც გამოღმა. გარდა სიმპათიების იმ არასამთავრობოების მიმართ, რომლებიც კარგი საქმისთვის არიან შექმნილი, მაგრამ არ ყავთ პატრონი, რომ გრანტი მიიღონ და იმუშაონ და ეძებენ ამ საშუალებებს და ხშირად ვერ შეულობენ, მაგრამ არიან არასამთავრობოები, რომლებიც წარმოადგენენ გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს და მის შემჭმელ ორგანიზაციებს არა საქმისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვის. აი, ორი კატეგორიის არასამთავრობოები ყავს. პირველი კატეგორიის არასამთავრობოს ყოველთვის სიმპათიებს უცხადებდით, მეორე კატეგორიის არასამთავრობოებზე მაინც და მაინც დიდი სიმპათიებით არ ვართ განწყობილი.